მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს თქვენთან სიახლით შემოვედი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკვე ნელა ჩვენი ქვეყნებისკენაც წამოვა TikTok-ი, იმიტომ რომ ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობენ კომპანიის დამაარსებლები TikTok-თან დაკავშირებით მოგვაწოდონ ბევრი ინფორმაცია, არის უკვე ბევრი ჩართვები, ბევრი ზუმები და გრანდიოზული მზადება მიდის TikTok-ში მუშაობასთან დაკავშირებით. მე უკვე მოვისმინე ზუმი, სადაც იყო ჩართვა და TikTok-ში მუშაობის მეთოდიკა იყო იქ ახსნილი ერთ-ერთი TikTok-ის წარმომადგენლის მიერ. რა თქმა უნდა, იქ იყოფებოდნენ ასევე ჩვენი კომპანიის დამაარსებლები, ბატონი ბენგლისკი და ნაუდერ ხაზანი და ყველა. მაგრამ ძირითადად ეს საკითხი მიყავდა TikTok-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, როგორც ყოველთვის. მოკლედ, მიდის ძალიან სერიოზული მზადება. დაველოდოთ, ნელა-ნელა მე მოვამზადებ აუდიტორიას, მე ჩავწერ ვიდეო რგოლებს, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ აუცილებლად იმისთვის, რომ ისწავლოთ TikTok-ში მუშაობა და ამისათვის აუცილებლად უნდა გაეცნოთ აი ესეთ პროგრამას, რომელსაც ქვია CapCut-ი. იცით თქვენ ეს რა პროგრამაა? და იქ დამაარსებლებიც სწორედ ამ პროგრამაზე საუბრობენ, რომელიც ეხმარება ადამიანებს, რომ შექმნას ვიდეო და ამონტაჟოს, შეაერთოს და ასე შემდეგ. იქ სხვადასხვა ფუნქციებია, რომლის გამოყენებაც თქვენ უნდა იცოდეთ, რომ იმუშაოთ TikTok-ში და მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, როგორც იმ თავიდან, რაც ვარ თქვენთან ერთად მთელი ეს 3 წელიწადი, რაც დასაწყისში შევქმენი ვიდეო რგოლები, ახლაც დავიწყებ ამ ვიდეო რგოლების შექმნას გაკვეთილების სახით, რომლებიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ მეტი შემეცნება გქონდეთ ამ მიმართულებით, რომ აღარ გაგიჭირდეთ TikTok-ში მოღვაწეობა და მუშაობა. თქვენ ვიცით, ჩვენ ვიცით ყველამ, რომ TikTok-ი კიდევ ერთი დამატებითი შემოსავალი იქნება ჩვენთვის, ასე ვთქვათ, მერვე ბონუსი. ასევე ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი ყურადღება მინდა, თქვენი ყურადღება მევეპყრო იმას, რომ ბიზნეს ჩატი უკვე არსებობს, იქ თქვენ იცით, ვინც იმყოფებით, იცით, რომ იქ წერილობითი ინფორმაცია არსებობს და წერილობითი სწავლებები. ისიც კარგად გახსოვთ, ვინც ჩემთან ერთად მოდიხართ მთელი ეს 3 წელი, რომ ჩვენ გქონდა ბიზნეს ჩატი გახსნილი, ჩართვებიც გქონდა, მაგრამ იმ ჩართვებიდან იყო ნაკლები სარგებელი ამოღებული იმ კუთხით, რომ ვერ იმახსოვრებდნენ ადამიანები, ვერ იმახსოვრებდნენ პარტნიორები იქ, რაც იყო ახსნილი, მაგრამ ამ ჩართვებში ასევე იყო არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, სწავლება, გასაგებია, როდესაც ადამიანი ვერთვები და მით უმეტეს ქართველები, იქ ცოტა სხვა რამეებზეც ვსაუბრობთ, ხომ? ასეც ხდება. ამიტომ იქ ცოტა რთული იყო, ხომ? გამოარჩიო გაკვეთილი ისე ჩვეულებრივი საუბრებისგან. სწორედ ამიტომ ჩართვები გამოვრიცხეთ ბიზნეს სკოლაში და უფრო უკეთესი ვარიანტი, მე რაც აქამდე შემოგთავაზეთ, ეს იყო წერილობითი მოწოდება და თქვენ ყველა მადლობა, რომ თქვენი მადლობები მომდის ყოველთვის, რომ ჩვენ შევდივართ და იქ როცა გვჭირდება და როგორც გვჭირდება ვიღებთ ინფორმაციას და ვიყენებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობაშიო, ვიღაცა იყენებს, ვიღაცა ვერ ჩახვდა რაღაცას, ვიღაცა ჩახვდა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ ყველას და ნიჭები, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამან იმუშავა იმ კუთხით, რომ ადამიანები დაძაბვის გარეშე შედიან და ინფორმაციას ღებულობენ იქიდან. ახლა მე გადავწყვიტე ბიზნეს სკოლა განვაახლო ცოტა სხვა თემატიკით, სხვანაირად, ასე ვთქვათ, და მნიშვნელობა მივანიჭო ვიდეო გაკვეთილებს, ხო? ვიდეო გაკვეთილები იქნება ბიზნეს სკოლაში, რომლებიც თქვენ დაგეხმარებათ უფრო მეტად ისწავლოთ, როგორ იმუშაოთ, როგორ გაზიარდოთ თქვენი გუნდი, ასევე ტექნიკური მხარეები, როგორ იმუშაოთ CapCut-ში, როგორ იმუშაოთ თუნდაც კაბინეტში, თუ რამე იქ დააკლდა, რაც აქამდე არ არის გაკეთებული ჩემს მიერ. ასევე, ყველაფერი, რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, რაც გამოადგება ჩვენს ბიზნესს, ეს ყველაფერი იქნება იმ ვიდეო გაკვეთილებში. აქ ჩავაგდებთ ჩვენ ბმულს, ამ ბმულზე გადადით, ჩემო ძვირფასებო, ვინც არ ახართ, ყველა შედით ამ ბიზნეს სკოლაში. და იქ იქნება, ასე ვთქვათ, ვიდეო გაკვეთილები, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე მოგეცემათ საშუალება იქვე დასვათ რაღაცა შეკითხვებიც, ხომ? რაც ეხება ამას. თუმცა ეს კიდე ჯერ განსახილველი მომენტია, შესაძლოა შეკითხვები მაინც საპორტზე დავდო. მოკლედ, ხსნით ჩვენს კონკრეტულ საქართველოს ფილიალის საპორტს.
სადაც თქვენ თუ რამე საჭირბოროტო პრობლემები გექნებათ, რაღაცა საკითხები გექნებათ, გასარკვევი და გასარჩევი, აი ეს ჩვენი ქართული საპორტი გაგცემთ ამ ყველაფერზე პასუხს. თუ საჭირო იქნება იმისთვის, რომ მიგაგზავნონ უშუალოდ კომპანიის საპორტთან, რა თქმა უნდა, ამასაც გააკეთებს ჩვენი ქართული საპორტი, ანუ ცხელი ხაზი, სადაც თქვენ გექნებათ უშუალო კონტაქტი და სადაც WhatsApp-ზე პირდაპირ გადახვალთ მათთან და დასვავთ თქვენ კონკრეტულ შეკითხვას ყოველგვარი ჩატში შესვლის გარეშე. ანუ, ასე ვთქვათ, ვიდეო ზარი, ან ჩვეულებრივი აუდიო ზარი. აქედან გამომდინარე, რახან ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენ ის ტექნიკური საკითხები, შეკითხვები, ის რაც ხდება პრეზენტაციების შემდეგ, ეს ყველაფერი იქნება გამორიცხული. პრეზენტაციას ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად საინტერესოდ შევადგინოთ, იმიტომ რომ უკვე 3 წლის უკან და ახლა ძალიან დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ ჩვენ მოვწიფდით საიმისოთ, რომ უკვე ბევრად უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი პრეზენტაციები. მე ძალიან დიდ შრომას ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ თქვენთვის ეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყოს და არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საქმისთვის გამოსადეგი. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეკითხვები გამოირიცხა პრეზენტაციის შემდეგ, ჩემო ძვირფასებო, და თქვენთვის იქნება იქ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია. ეს ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ დაახლოებით უკვე 2 თვის წინ, როდესაც ჩვენ რეორგანიზაციები ვაწარმოეთ აქ ჩატში და ბევრი რამე შევცვალეთ, შევქმნით ხელმძღვანელის საბჭო, შევქმნით რაღაცა, ასე ვთქვათ, ლიდერთა, ასე ვთქვათ, რგოლი ცალკე, ხო? ლიდერთა კაბინეტი. და ასეთი სახით ნელა-ნელა ამ რეორგანიზაციას, ასე ვთქვათ, ხორცს ვასხავთ. ისე რომ საქმის ყურში მინდოდა ჩამეყენებინეთ, რომ აღარ იქნება, ასე ვთქვათ, შეკითხვები. ვფიქრობ, ეს თქვენთვისაც სასიამოვნო ინფორმაციაა, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს 24 საათი არა, მაგრამ დღის მანძილზე ფაქტიურად, ნუ ღამე თქვენს გძინავთ 24 საათი, არც გინდათ, ხო? დღის მანძილზე, დღის დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე საქართველოს დროით იმუშავებს ეს საპორტი, ეს ცხელი ხაზი. პრეზენტაციების დღეს ეს მოხდება 9 საათიდან 10 საათამდე, სანამ პრეზენტაცია დაიწყება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი განცხადება. როგორც წესი, პრეზენტაციაზე ხშირად ხდება დაგვიანება. მე მსგავსი რამე, მე იცი თქვენ რომ სხვადღანაც მაქვს ძალიან ბევრი სტრუქტურები, ჩატი და ასე შემდეგ. ჩემ სტრუქტურაში არის სხვადასხვა ქვეყნები, ხომ? ასე ვთქვათ. მე როდესაც ჩემ ავსტრიულ ჩატს ვესწრები და იქ ან პრეზენტაციებს ვატარებთ და ან რაღაცა, ასე ვთქვათ, შეხვედრა გვაქვს, როდესაც მე ვამბობ იქ 12 საათზე უნდა იყოთ ყველა ადგილზე 12 საათს თუ გადასცილდა, ჩემი ასე ვთქვათ, ავსტრიელი პარტნიორები ფაქტიურად ჩემ ავსტრიელ პარტნიორებს, ვინც არის იქ სათავეში და ადმინი და ასე შემდეგ, მათ ის ადამიანები, ვინც აცილებენ 1 წუთსაც კი იმ 12 საათს, ის ადამიანები არიან გაყვანილები ჩართვიდან. აი ასე მკაცრად უდგებიან ამ საკითხს და პუნქტუალურობას და ყოველთვის ამას აჟღარებენ, რომ დრო ფულია და ჩვენ დროს თქვენ არ დაგაკარგვინებთ. აი ასეთი განცხადებით იწყება ავსტრიულ ჩატში შეხვედრები. რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი ვერ ვიქნები მე საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს საქართველოა და საქართველოს სხვანაირი ხედვებია ყველაფერთან დაკავშირებით და პუნქტუალურობასთან ცოტა პრობლემები გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ყველა, მაგრამ ასე 1 წუთზე და 1 წამზე არ იქნება, რა თქმა უნდა, საკითხი დამდგარი, მაგრამ 10 წუთი რომ გადასცილდება 22 საათს, ის ადამიანი, ვინც შემოვა ჩატში, იქნება გაყვანილი. იმიტომ რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი რომ შემოდის უკვე დასრულების დროს, იმას ფაქტიურად არაფერი
აღარ ესმის იქ რა ხდება, ხო? ერთხელ ერთმა ბატონმა კიდევაც ასეთი რაღაც გააჟღერა, პრეზენტაციის ბოლოს მოვიდა და აბა ახლა მომიყევით რაზე იყო საუბარიო. ანუ მან მოისურვა რომ ჩვენ თავიდან ჩაგვეტარებინა კონკრეტულად მისთვის პრეზენტაცია. ეს გასაგებია, ეს ყველა ზღვარს ცდება, რა თქმა უნდა ჩვენ პრეზენტაცია მას არ ჩავუტარეთ და მოვიწვიეთ შემდეგ პრეზენტაციაზე. მაგრამ ასეც კი ფიქრობენ ჩვენი ქართველები, რომ ასე შესაძლებელია. მე ესეთი მკაცრი ნამდვილად ვერ ვიქნები, რომ როგორც ჩემთან აქ ავსტრიულ ჩატში ხდება და ერთი წუთიც კი პრობლემატურია, რა თქმა უნდა ასე არ ვიქნები, მაგრამ როგორც გითხარით, ეს მოხდება ასეთნაირად. 10 წუთს რომ გადასცილდება და ადამიანი შემოვა, მან უნდა დადოს ახსნა განმარტება საპორტთან, რატომ შემოდის ასე გვიან. თუ ის არის დაუშვათ ემიგრანტი და მას არაბარია საკუთარი დრო და სხვაზეა დამოკიდებული, ეს ყველაფერი გავიგებთ. თუ რაღაცა გარკვეული სიტუაცია, საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც ვერ მისცა შესაძლებლობა დროულად შემოსულიყო, ამასაც გავიგებთ. ანუ ყველა მიზეზი უნდა იყოს ახსნილი, რატომ მოდის ადამიანი და აცილებს 10 წუთს. რატომ იგვიანებს და რატომ არ შემოდის დროულად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნეს იმ შემთხვევაში შევძლებთ ავაწყოთ, თუ დროის დაფასებას დავიწყებთ პირველ რიგში. მოკლედ, ეს მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგებია. კიდევ რისი თქმა მინდა, თქვენ უკვე იცით, რომ იწყება პროცესი, უკვე დაწყებულია 3+3-ის, ასე ვთქვათ, მუშაობის. მინდა რაღაც მომენტები განმარტო, თუ ვინმემ რამე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რა ხდება და რა უნდა იყოს ეს 3+3-ის ჩატში რა მოხდება, ხო? რა თქმა უნდა, εμას არ ქვია კურსები, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ეს არ არის არც კურსი, არც მარკეტინგი, არც რაღაცა განსაკუთრებული დასწავლება. 3+3 როგორც სტრატეგია, ის უკვე სტრატეგია. ის უკვე შესაძლებლობაა გამარტივებული გამომუშავება ფულის. იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუძლია ბევრი მოწვევები აწარმოოს. ამიტომ იქ იქნება უკვე მუშაობა. იმ ჩატში იქნება უკვე 3+3-ის მიხედვით მუშაობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დახმარება, რომ ეს უფრო ეფექტურად გამოგივიდეთ. ანუ ის სტრატეგია, რომელიც უკვე გამოგონებულია იმ ჩატში, ახალი ველოსიპედი ნამდვილად არ იქნება გამოგონებული, უბრალოდ იმ მიმართულებით, ვისაც გააქვთ სურვილი, რომ ახვიდეთ შედეგებზე და შემოსავლებზე 4-5 თვეში გახვიდეთ უკვე შემოსავალზე $6,150. აი ასეთი ადამიანები შემოგვიერთდით იქ და ჩვენი ხელმძღვანელობით, ჩვენი დახმარებით, ჩვენი მითითებით და ჩვენი კიდევ დამატებითი კრეატივებით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახვიდეთ ამ თანხებზე. ოღონდ თქვენ უნდა შეასრულოთ ყველა ის პირობა იქ, რასაც ჩვენ დავდებთ, ხომ? რასაც გეტყვით და ყველა შეხვედრას უნდა დაესწროთ. რა თქმა უნდა, შექმნილია პრეისკურანტი, შექმნილია პროგრამა, როგორ იქნება მუშაობა. პრეისკურანტი შექმნილია ყველაფრის გათვლით, ოფიციალური გათვლით, სადაც ადამიანი თუ ესწრება ყველაფერს, თუ ასრულებს ყველაფერს ჩვენ მითითებებს, რასაც ვეუბნებით, რომ მისი, ასე ვთქვათ, ეს 3+3-ის მეთოდი მასზე ფაქტიურად შედეგიანად განხორციელდეს, თუ ყველაფერს აკეთებს ადამიანი ამისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამბობს, რომ ეს ჩემი არ არის და ამას მე ვერ ვახერხებ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს დაუბრუნდება ფული. მაგრამ თუ ის არ აკეთებს არაფერს, არ ეწრება იქ შეხვედრებს, არ ცდილობს ისწავლოს, გაითვალისწინოს ჩვენი რჩევები და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად დარჩება ყველაფერი ისე, როგორც არის. ამ შემთხვევაში მას ფული არ დაუბრუნდება. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩამოწერილი იქნება, ყველაფერი იქნება აი ესე თეთრი შავზე თქვენს წინაშე წარსდგენილი, ჩატი უკვე გახსნილია,
მომზადებულია, ძალიან მალე მე ჩავაგდებ ჩათის ლინკს, იქ იქნება დაკეტილი, დახურული ის ჩათი, თქვენ მიხვალთ იქ მოსაცდელ ოთახში, რა თქმა უნდა და დაელოდებით იმ მომენტს, სანამ ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას, მოძრაობას და მუშაობას. იქვე ასე ვთქვათ, მოსაცდელ ოთახში იქნება ყველაფერი გარკვეული, გადასახდელი თუ რაც არის, ყველაფერი პროცედურა ჩატარდება ჩატში შესვლამდე და რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება თქვენი მხრიდან და ჩვენი მხრიდან, თქვენ დამატებულნი იქნებით ჩატში და ერთობლივად დავიწყებთ მოღვაწეობას ამ მიმართულებით. ანუ სწორად გაიგეთ, ეს არ არის კურსები, ეს არ არის რაღაცა დასწავლება და მარკეტინგის რაღაცა წარდგენა და რაღაცა მეთოდიკის სწავლება. მეთოდიკა უკვე არის 3+3, რომელზეც მე ფაქტიურად უშველებელი დრო და ენერგია დავხარჯე, რომ თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა უკვე იმუშაოთ ეფექტურად. ბიძგი იქნება ჩვენი მხრიდან თუ როგორ გამოიყენოთ და როგორ განახორციელოთ ამ 3+3-ის მეთოდით ადამიანების მოწვევა. აქ იქნება ორი ვარიანტი, ხო? ცივი აუდიტორია და თბილი აუდიტორია. ჩვენ რა თქმა უნდა აგიხსნით, გასწავლით როგორ უნდა იმუშაოთ თბილ აუდიტორიასთან და როგორ უნდა იმუშაოთ ცივ აუდიტორიასთან. აი ეს ყველაფერი შერწყმულად და შეხმატკბილებულად მიგიყვანთ იმ შესაძლებლობებამდე, რაზეც ვსაუბრობთ, ხო? მოკლედ პრინციპში სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, თუ კიდევ რამე იქნება საჭირო, აუცილებლად დავამატებ ინფორმაციას და შევუდგეთ საქმეს. ყველაფერი კარგად არის. მთავარია ჩავხვდეთ, მივხვდეთ და მე ის მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩავაგდებ მე ლინკს, დაემატეთ, დაელოდეთ, ფიქრობ, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა 1 დეკემბრიდან ჩვენ უკვე შევუდგეთ ამ საქმიანობას. მანამდე არის მზადებები. თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი ბიზნესი წაწიოთ წინ, welcome, გელოდებით ყველას ჩვენთან ერთად მივახციოთ იმ მწვერვალებს, რასაც გვთავაზობთ ჩვენი ძვირფასი კომპანია ლივგუთი. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისთვის.